მოგესალმებით ხალხო, მოგესალმებით და მინდა გითხრათ რომ არ ვიცი დღეს უყურებდი იმ დრამატულ სიტუაციას, როგორ იმაშვებოდნენ სირცხვილის კორიდორია თუ არ ვიცი მე ზოგი რაღაცა გეიმას ანატომიურ გვირაბში ატარებდნენ ამ საბჭოთა იმებს რა ქვია პარლამენტარებს და ერთ დრამატულ მომენტში უცბად აი მართა შემთხვევით ინსტინქტურად გამახსენდა კონდრატე თათარაშვილი იყო ძალიან საინტერესო ადამიანი იყო სხვა შორის და მას აქ დაწერილი მამლუქი და ფინალში არის გენიალური და სული შემზრველი სიტყვები. არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი, ორივე პეტრული საქართველოს შვილები იყვნენ და აი აგიხდეთ ისე რომ ნიკა მელიამ შეხვდა ბექა ოდიშარიას და ამონათებდა იქადა. აი სენას კი უკვე დამანგრეველი არის მე თუ მკითხავთ ქართული ოცნებისათვის. ეს ბექა ოდიშარი აქ ჩვენ რაიონში იყრიდა კეჭ და მე მახსოვს არის ფიქრობ სხვანაირად, მაგრამ ეს ბექა ოდიშარი იყო ყველაზე მსხვილი შემომწირავი ამ რაიონში ნაცმოძრაობისა და მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში ესა ნიკა მელია გავიცანი იმასში რა ქვია 2008 წლის ზამთარში ინაუგურაციის დროს იპოდრომზე არის სადღაც 200 და 300,000-მდე ქართველები ვიდექი და იქ გავაცნო მამამისმა ერთად ჩამოვიდაო გერმანიიდანაო და ოდიშარია მაშინ ნაცმოძრაობის უმსხვილესი დაფინანსებელი იყო და დღეს იქ ნიკა მელია თორსები ნაცმოძრაობის რა ხარ ნიკა ზუსტად მითხარი რა სულ დღეს ჩათვალეთ თუ ჩვეულებრივი აქტივისტი ვიყავი აქტივისტი კი არა ზეაქტიური და ჰიპერაქტიური იყო ყოველ შემთხვევაში მე როგორც ვიცი იმისი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ხარ და ესეა შეუთავსებელთა შეთავსება მოხდა და მე თუ მკითხავთ მერიდება მაგრამ ბექა უნდა გაჩერებულიყო და მე მის ადგილას რა ვიცი რა ხელსა ჩამოგართმევდი და გეტყოდი რომ რა ვქნა არ ვეყოთი ჩემთავს რაღაცა ესეთ უნდა ერთხა ადამიანურად ისიც მეწოდება მაგრამ ნამდვილად ეს ასევე დრამატული იყო ეს ქალბატონი ელენე ხოშტარია მე მგონი ქართველი ჟანა დარკი არის და ჟანა დარკი შორს იყოს და ბაიაწყნეთელობაში აშკარად ემსგავსება და რა არის ის ორი ასაკოვანი არ ვიცი არც სახელი ვიცი იმ ტიპების და არც გვარი ვიცი კარებში რო გაიპარნენ და აი სამარცხვინოა იცით რომ ხალი რო შემოგძახებს რომ მონებო აი დღეს იყო დამარხვა ქართული ოცნების დეპუტატებისა და ასევე სხვა შორის შეუპოვრობით გამოირჩეოდა თქვენი ლევან ხაბეიშვილი ძალიან ენერგიული მარტო მინისტრებს ჩაუდგა იქა და შეძახილ შემოძახილში იყო იცით იმდენად დიდი მორალური უპირატესობა არსებობს ახლა ოპოზიციის ფლანგზე რომ ეს დამარხა ნაცი რაღაცი ქოც მოძრაობა და უნდა სხვენოდეთ მათ. ესე იგი შენს ქალაქში, შენი პარლამენტის შემოღობას რო გადაწყვიტა რკინებით და შიგ ჩაძვრები, არ მინდა რა ის ეპითეტები ვიღაცა იძახდა რაღაც ანატომიურ შედარებას სირცხვილია ხალხო. ნუ წახვალ საერთოდ არ შეხვიდე. ერთი ორი თვე გააჩერეთ ეს პარლამენტის მუშაობა ბოლო-ბოლო. სამარცხვინო იყო. ამას განგება არა ვერაკეთებენ, არაკეთებია ივანიშვილი. კაცო ივანიშვილი გარშემო არ ტრიალებს ეს ქვეყანა. ქვეყანა არა, მაგრამ ისინი საქართველოში სირცხვილია ლევან ყუდამოძრებული დეპუტატების ზუნზული. არა, ბატონ დავით, ქვეყანა რა თქმა უნდა და ქვეყანა თორე სულამადადეს პარლამენტი და ეს ეხა ქართულ ოცნებას და რაღაცეები. რომელიც ეუბნება, ხმა რომელიც ეუბნება რომ ეს ქვეყანა თქვენს გარშემო არ ტრიალებს, მაგრამ ეს ადამიანები ქართული ოცნების დეპუტატები და სხვაები მაღალი თანამდებობის პირები, უბრალოდ თანამდებობებზე რო ყავთ გამწესებული თუ რეალურად არანაირად არ არიან პასუხისმგებლობის მქონე ხალხი, ანუ არ არიან თვითყოფადი პოლიტიკოსები, სულ ამას ვიძახი. არც ერთი მათგანი პოლიტიკოსი არ არის, უბრალოდ არ არიან უბედურები კაცო, არ არის. უბრალოდ აი ოდიშარია რა პოლიტიკოსია. ფორმალურად არიან თანამდებობაზე, მათ შორის მინისტრების სავაზეშიც. ხო, ახლა ლევანი ახსენეთ, ხო, ხაბეიშვილი იქ მაგალითად ეხა 50-60 კაცით ვერ შეხვიდოდი, ხო, უბრალოდ კორდონებს ავართავ, მაგრამ აი მარტო უფრო ახერხებს შესვლა ცალკეული ადამიანები, რომ იმდენად დიდი მორალური უპირატესობა, რომ პოლიციელები ძიძულებულები არიან, რომ გაუშვათ. რა ვნახეთ დღეს, ეხა თქვენ რასაც უყურებდით, ხო, აი ამ ფოლადის რაღაცა რკინის კონსტრუქციები. 20 კაცი რომ მიაწვეს, გადათელავე ხუთში. ხო,
ეს ახლა შენ არ ვიცი. ესე ადვილად წარევიდო დაახლოებით 1 საათი ჭირდება ამის მონტაჟი, ესე არ არის ადვილი. ვიცი, მაგრამ 1 მილიმეტრი უნდა იყოს სისქე და თურქები ხო ჟულიკები არიან და 0.7 არის სისქე. კაი, მაგრამ რომ მიაწვე ეს ტრუბა კვადრატი გადაიყუნება წუთში და არა ვიცი, მაგრამ რა თუნდაც ეს ხარახურების და სხვა რა უნდა გაეკეთებიათ, გეტყვით. ორი გარჩევანი ქონდა, ან უნდა გაეკეთებიათ ის რაც გააკეთეს დღეს და როგორც ჩანს ხვალაც გააკეთებენ, ან ძალიან მშვიდობიანად ხალხი დადგებოდა ისევ სადაც იდგა და მოუწევდათ წყლის ჭავლით დაშლა. და ამ წყლის ჭავლით ყინვაში დაშლა ძალიან ცუდი უარყოფითი რეზონანსი გამოიწვია ოცნებისთვის. არა მხოლოდ ჩვენთან საზოგადოებაში, ქვეყანაში. ევროპაში რა ამდენი. საერთაშორისო თანამეგობრობაში, ანუ მსოფლიოს მასშტაბით ეხა ზიანდებიან საათობრივად. ამიტომ გადაწყვიტეს იფიქრეს ალბათ უფრო რბილი ასე ვთქვათ რაღაცა მეთოდით გავძორებითო და ისე არ დავზიანდებთო. სიამოვნებაში მე მგონი უარესი გამოვიდეთ. ყოველ შემთხვევაში არანაკლებ უარესი ვიდრე ის არის. კატასტროფა იყო დღევანდელი ახლა ის. ხო და ისე თქვა მიდოდა. ფორმიერებს ხო ხედავდით? რამდენი? მერწონად იქვიდექი არანაკლებ იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ეგრეთ წოდებული ამ სპეციალ სუსის ოპერმუშაკები თუ სახელმწიფო დასამსახურის თანაშრომლები რა ხდებოდა ესე იგი შემოყავდათ სხვადასხვა გზებით ოკრო-ბოკრო გზებით და მერე გაირკვა როგორ შემოყავდათ კანცელარიის შენობაში ეზოში თბილისი როა ის რაღაცა დიახაც ანუ გალერიის ვირაბით გამოყავდა ანუ ყოფილი უნივერმაღის შენობა დღევანდელი გალერიის პარკინგიდან ამოყავდათ მერე ფეხით გადმოყავდათ კანცელარიის კანცელარიის ეზოში შეყავდათ ფეხით ანუ თავისუფლების მეტოდად რომ ამოდიხართ ფეხით რომ ამოხსნა იქ არის ერთი პატარა კარების თავისუფლების თეატრი სადაც იქიდან შეყავდათ მოკლედ ეს ეზოში მერე ეზოდან მანქანაში სვამდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ჭაბურულ ბლომდე შუშებიან მანქანებში და ასე შემოყავდათ პარლამენტის ეზოში და როდესაც ჩვენ უკვე მივხვდით რომ ეს მარშრუტია რამდენიმე დეპუტატმა მოახერხეთ პარლამენტის ეზოში შესვლა და დაინახეთ ალბათ და ნახეთ რომ მანქანებიდან ვეღარ გადმოდიოდნენ შეეშიდათ ხო ის ზაზა ეხა გეკითხებით ხელისუფალი ხარ წელში გამართული არ უნდა იყო არ უნდა იყო ამაყი არ უნდა იყო უბრალოდ მინიმუმ თავდაჯერებული ვის ემალები რაში ჭირდება საერთოდ ათასობით პოლიციელი რომ პარლამენტში მოხვდე ეს სხვა საკითხია რომ პარლამენტი აღარ არის და იქ არც არაფერს არ აკეთებდი და მით უმეტეს ეხა არაფერს აღარ აკეთებ უბრალოდ თანამდებობები გაინაწილეს დღეს მოჩე გადადი მეტი აფერი გავუკეთებია მაგრამ მე რო ჩუმად შემოიპარები პარლამენტის ეზოში და პარლამენტის ეზოში ყოფი მანქანიდან რომ ვერ გადმოდიხარ მანქანიდან ეს უკვე არ არის ეს კრიზისიც აღარ არის ეს არის აღარ არსებობს ხელისუფლება რეალურად აღარ არსებობს მუსკულებს გითამაშებს უბრალოდ მორჩე გათავდა და რაღაცა კომენტარებს აკეთებს საოცარ მილევად რეჟიმში ეს სალაპარაკო რო გამოელიათ ეხა კლავ ნაციონალური მოძრაობა მაგრამ იმდენად გადაუვიდათ უკვე რაღაცა მარაზმში მაპატიეთ ამ სიტყვისთვის რომ მარტო ეთახმები ზოგი პოლიტიკოსი ამას ასაუბროს რა ობახიძე თალაკვაძე და სხვები რაც უფრო ხშირად საუბრობენ რომ ეს ორსკი არ დაგავიწყდეს ხო და დიახ ბატონო ესე იგი ეს რეაქცია ეს მანიფესტაცია ეს ხალხმრავლობა ეს დაუშეტელი ენერგია ეს აქციები ქუჩაში ესე იგი ყველაფერი ნაციონალური მოძრაობა ანუ ჩვენ გვემალებით ანუ ერთ პარტიას ემალებით ერთ პარტიის გამო ყავთ ბუნკერში ჩაკეტილი ხალხი სპეცრაზმელები იმაში პარლამენტის ერთი პარტიის გამო დააცუნცულეთ მალულად არ არის ასე არ არის ბუნკერზე გამახსენდა რა თლიან საზოგადოება და ესე კომპენსაციას საზოგადოებას თავი დაანებები ფაქტიურად აქ რანაც მოძრაობა ახალგაზრდები არის არა პირიქით რაც მე საუბრობენ უკეთესია ცალკე ეგოისტურად გეტყვით ნაციონალური მოძრაობის მით უფრო მეტი ხმა გვემატებოდა ერთი ფაქტი მინდა დავაფიქსირო და მე რა ვიცი გუშინწი მოუწოდი ამ შსს დირექტორს რომ ამოიყვანეთ იმ სარდაფიდან მეთქი ხა მე მართა გეუბნებით მიხარია რომ ეს ამოიყვანეს იბჭები ის პოლიციელები იქედან არ შეიძლება იქ სუნთქვაც არ შეიძლება ნებისმიერ აი სამთო გეოლოგს კითხეთ არა CO-ს გაზთან ერთად არა შახტებში ამოდის ეს ისა აი მე გუშინწი ყვებოდი ამაზე
გაზია, რომელიც საშიშია, მამაკაცისთვის საშიშია და იქ მეთქი 2 დღე რო აწვენთ ამ იმერს, მეთქი სპეც ნაწილებს მათ ჯანმრთელობაზე რადონი არის ხო გაზი. არ შეიძლება და მე გოსპლაში დავიწყე მუშაობა 76 წელს და მაშინ შეამოწმეს, მაშინ გახდა ცნობილი ეს ინგლისელებმა დაადგინეს რომ რადონი მოქმედებს ჯანმრთელობაზე და სარდაფებში რაც ბარები იყო და რესტორნები ლონდონში სუდახურეს და ეს გაიგეს მერე საბჭოთა კავშირში და სარდაფი იყო იქა და შენ თუ გახსოვს ზეად გამსახურდია ცხონებული და ახალ წელს რო შეხვდა ის იყო ძალიან დიდი დარბაზი იქ იყო და ის დახურული იყო იცი ჩემ დროს რომ იქ გაზები იკრიბება რომელიც საფრთხე შემცველია ორგანიზმისისა და გამიხარდა რა მინისტრმა იქედან ამოიყვანა ეს ისენი პოლიციელები მაგრამ მე გთხოვეთ სხვა შორის მინისტრსაც ვეუბნები და კალაძეს მესამეჯერ ვთხოვ აგერ ავტობუსები დაუყენეთ ადამიანებს რომ გათბნენ დიდი ავტობუსები რომ გიყენიათ ღამე გამოუყენეთ დღეს ვინ ადამიანებს თქვენ კაცო ვიცი ღამე ბიჭო კომუნიზმი უნდა არსებობდეს არა იქა მაბატი ეს ხო იმართებდნენ და შეშაესროლესა პოლიციას და ამიტომ იმასაც ჯიჟოკის შეტანასაო თავაზობდითო მათქვენი ნიკა ჯიჟოქსაც თავაზობდითო გათბობისა გაუგეთეთ ეს ავტობუსების მობილიზება და ვინ ბატონო დავით ეხა თქვენ რაღაცა კეთილი სამარიტანელი ვისაუბროთ იმ აქციის მონაწილეების რა პარიში ესე აკეთებენ იცი არა წყლის ყინვა და -2 -3 გრადუსია და წყლის ჭავლიშლიან ისეთ იმდაგვარ აქცია სადაც წყლის ჭავლიდი დაშლის აუცილებლობა რბილად თოთქოთ არ არის საერთოდ დებილები იყვნენ კაცო დებილები იყვნენ ვინც არ ადამიანო მოპრობასა და წამებას და გათანაბრული ხედება კაცო მით უმეტ მარტო გეუბნებით აი ვაღიარებ ხო ხაზ ნაციონალურობას ბევრი აქცია მიტინგი მანიფესტაცია მსვლელობა რა ვიცი რა გაგვიკეთებია ხო და ეხლა პარტიებთან ერთად ხო უამრავი სამოქალაქო აქტივისტი და ვინ ყველა უბრალოდ ვართ გაერთიანებული ხაზგასმით ვამბობ აი სანიმუშო მშვიდობიანი აქციებია. იმ დღეს განსაკუთრებით გუშინ წინ. ანუ არანაირი რეალ პიკეტირებაც არ იყო. ვიდექით შესაძლოა, ვიდექით. და გააკეთეს ის რაც გააკეთეს, ხო? სისულელე გააკეთეს. ეხლა ავტობუსში ვინ ჩახსოვთ? მესმის ხალხო გავა არ უნდა შევიდეთ ამ ადამიანების მდგომარეობაში. მე როდესაც ბიჭო ესე რიგით მე როდესაც იმუნიტეტი მომიხსნეს მახსოვს და რომ გამოვედი პირველი კომენტარი გამომახსოვდა კაც რომელიც გავაკეთე მომიწია მედიასთან იყო შემდეგი რომ არ ვარ ამ ხალხზე გაბრაზებული ამ ხალხს შველა ჭირდება ანუ დეპუტატები ვინც არის ქართულსო დღეს კიდევ დამატებით დარწმუნდი როგორ დარწმუნდი გარბოდნენ ზოგი ალთა ზოგი ბალთა თავქოთ მოგლიჯილები გარბოდნენ აი გულახტატიონდა ერთი დეპუტატი იყო თავის საკუთარი ავტომობილით შემოვიდა და მითხრა ჟურნალისტმა რომ ბუჩიაშვილიაო თუ შეეხაზმაშდება მე მგონი გვარად კახეთის ერთ მაჟორიტარი ვერ ვიცანი გვარი რომ ითო პირველად გავიგე გვარი აი იმერს მაჟორიტარი არა გვარი ხო შეიძლება მე 150 რივა სულ პირველად გავიგე გვარი და სახეზე რო შევხედები სახით ვიცანი კი ბატონო სახით ვიცანი არის ყვა ჩვენ უბრალოდ კითხების დასმა გვინდოდა რომ გიღით ხახტო აი ამ ყველაფრის ფონზე აი ამ მდგომარეობაში მყოფი არა ვერ დარჩებიან არ და ეხლა მithumetes როდესაც ძალიან ცოტანი დარჩნენ თითოეული ხმა მნიშვნელოვანია რომ კორუმი შედგეს და ფასი დაიდო უწევთ მოსვლა ღილაკზე ხელის მიჭერა და მერე წამოსვლა სწორედ ხა რომე ნორმალურს ესე ამონებოდა დღეს იქ მოსვლა არც ერთს სამარცხვინო მაგაც აქცია და ხვალ იგივე იქნება ზეგაც იგივე იქნება მაზეგაც იქ მომდენო კვირას არ არის სხდომები და მომდენო კვირას ჩვენ ვფიქრობთ მოლაპარაკების საგანია საბოლოო შევთანხმდებით ვფიქრობ რომ უნდა გაიმართოს აქცია რომელიმე სხვა ქალაქში თბილისის გარეთ უნდა გავიდეთ და ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი უნდა ჩავიდეთ და დიდი აქცია უნდა გამართოს მაგალითად ქუთაისში ან რომელიმე სხვა ქალაქში და მე ისე თბილისში მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა აქტივობები არ შეჩერდება ეხლა სანამ თქვენთან მოვდიოდი ხო კითხულობდი მანქანაში რა დასამალი აი გუში ხო იყო ბატონი ბიძინას გამოსვლა ხო დღეს როგორც წესი გამოიხმაურნენ როგორც აკეთებენ რა ეხლა ბიზნე გამოვა და მე რაზმში ჩადგებიან და ამართლებენ და ხოტბას ასხამენ და არ ვიცი აი ძალიან მოკლე ღარიბაშვილის ბრიფინგი კანცელარიაში ბატონმა ბიზნამ ჩვეული გუწრფელობით სრულად გუწრფელად გასაპასუხი ყველა იმ კითხვას რომელიც დღეს საზოგადოებას აწყობს და არც ერთ კითხვას არ გასაპასუხებს მე ქალბატონი ცკიტიშვილი მაია ივანიშვილის ანალიზი რომელიც გუშინ მოვისმინეთ
ისევე როგორც ყოველთვის არის ძალიან სიღრმისეული, ძალიან საჭირო. ან გრამასა დაინახა და მის შემდეგ სიღრმისეული, ან ანალიზისა დაინახა ხალხო, კარგით. ეხლა ეს ქალბატონი ნათია თურნავა. პარტიის თავმჯდომარის ინტერვიუ იყო ძალიან სიღრმისეული, ესეც ან მესეჯ ბოქს და ძალიან გუწრფელი ანალიზი. და ასე შემდეგ ყველა ერთი და იგივე, მე ყველა მინისტრი ჩაამწყიოს და ალაპარაკეს. აი აბსურდის თეატრი თუ არ ვიცით რა არის ეს არის. რა ანალიზი, ხა როგორი უნდა იყოს ხვალინდელი საქართველოს ეს და საერთოდ ილაპარაკობ რა ამაზე. 24 საათი ლაპარაკობ და რაღაცა იწილოს ნაციონალურ ისო პარლამენტშიო ეს რა თქვა. პარლამენტშიო თუმე როგორ შეშინები და როგორ შეშინებულები ყოფილა. პარლამენტშიო რო შესულიყო დიდიო ვადამდელი არჩევნები ჩატარებული იყო. აღიარე, ხო? ესე იგი იმდენად გძნობ თავს დასუსტებულად რომ მართლა გეგონა რომ რევოლუციას გიწყობდით. მართლა არა და ამ ვაჟას ირაძე. პატრულის პოსტო რომ გამომაგდო პარლამენტის შენობიდან სრულიად იცით ხო სრულიად მაგის გამო დააწინაურეს როგორც ზალდატანები და მაგრამ ემოციურად გავაკეთე ის განცხადება რომელიც გავაკეთე და ამათ ეგონა რომ რევოლუციას უწყობდით და გუშინ აღიარა დიდიო ვადამდელი არჩევნები ჩანიშნულიყო ესე ვაჟაში ან იქეო ჩავიჭერდითო არ ვიცი მე ვაჟას ირაძე რომ დანიშნეს იქ დირექტორად შეის ადგილზე დალია თუ არა მაგრამ მე ვიცი რომ შენ რომ ესე თქვა და გამოგაძევა პარლამენტში ვაჟას ირაძეს დღეს მე ამიტომ დანიშნეს დირექტორად ძიმე დანაშაული გაქვს ჩადენილი ჯერ კიდე მაშინ იყო რიგითი ან თუ რაღაც საშუალო რანგის თანამდებობის პირი იყოს მე დააწინაურეს ოდესეს გამომაგდო ივაშკაცა დაუფასეს ხო და ალბათ მე ირანეს ჩემი გამოგდება რეალურად ირანეს დაწუნებული ვარ მაგრამ ნუ ხო და мама ყავს მოსამართლე ხო ლენტეხში როგორც მითხრეს მოგვედი მოსამართლე ვეუბნები ჩემ თუ არ გჯერა მამას კითხე გადაურეკი და კითხე რა სასჯელს ითვალისწინებს და რა დანაშაულები ჩადენილი შენ 20 ივნისს კი გადაამეტაო ძალაუფლებას ხო ამიტომ ყველამ გადაამეტა დღეს ყველამ გადაამეტა მაშინაც ბატონო დავით მართ აი მინდა ეს თქვა რა თუ შეიძლება 20 ივნისის აქციას დასაწყისში იყო აი ცალსახელმშვიდო ყველა აქცია დღემდე იყო ცალსახელმშვიდობია მაგრამ 20 ივნისს რო გამოვარდა ხალხი გაბრაზებული და გაგიჟებული და გაშმაგებული გაბრაზებული გამოვიდა და პასუხს თხოვდა ხელისუფლებას პასუხს თხოვდა და ყურკედელი დახვდა და მეტიც ცინიზმი დახვდა რომ არ გადავდგებიო კობახიძე ბაქოდო რომ შემოგვითხვალა აბა ეხა რა ეგონა გაბრაზებული ხალხი რისთვის გამოდი ზუსტავის გამზირზე მოთხოვნას დავაყენებთ და თქვენ თუ მეტყვით არ კარგი თუ ეხა თუ რახან არ გადადგებით თუ წავიდე სახლში რა უნდა გაიგეთებია ხალხს ხო მაგრამ ეხლა მაქსიმალურად ვფრთხილობთ ჩვენს და ზუსტად ეს სიმფრთხილე და ეს სიმშვიდე და ეს სიმტკიცე და უკუყმანობა ანგრევს ამათ ყოველდღიურად რა. იკა თანგრეული ახლა დამიჯერეს. საკმაოდ კარგად ვერ. პოლიტიკაში ვისაც აი დამიჯერეს. ოდენავი ალღო მაინც აქვს. პირის ღობეები რო შემოარტყეს იბზოდა შეჩვენებულ შენობას დამთავრებულია. პოლიტიკაში ვინც ერთება და ოდენავი ალღო ვისაც აქვს, ყველა ხვდება რომ ეს დამთავრებულია ეს ხელისუფლება. დამთავრებული ამბავი არის. მე მაგ ჩემეული ახსნა თუ ბიძინა ივანიშვილი რატო მიდის ბიძინა ივანიშვილი აი ამ ხელა კადნიერებაზე და ამ ხელა ასე თქვა მაგას სხვა мотиваცია გუშინდელი თელი მისი ინტერვიუ ემსახურებოდა მხოლოდ ერთ მიზანს რამენაირად გაამხნევოს საკუთარი აქტივისტები და საკუთარი გუნდის წევრები მაგრამ დღეს ვნახეთ კი არ გაამხნევა პირიქით კიდე უფრო მოკაკულები არიან წელში დეპუტატები იყვნენ იკაკა იმიტომ რომ მორალური წნეხი ძალიან ძლიერი წნეხია ხალხო მუშტზე ძლიერია მუშტზე და სილაზე ძლიერია მორალური პრესინგი და განადგურებულები არიან გამიაძებთ არა მართლა ესე არის არის ეს შემზარავი საყურებელი იყო ნიკა სამარცხვინოები იყვნენ სირცხვილი ეს არ უნდა ხო და რატო იცით დავასრულებ აზრს მან შვენივრად იცის თუ მას გუნდში რღვევა გაუგრძელდა ეს გარდაუვალე გაუგრძელდება ამ ბოლო 7 წლის განმავლობაში შიდა დაჯგუფების და ასე შემდეგ ადამიანებს ყოფილ მაღალ მოქმედ რა ვიცი თანამდებობის პირებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქ უამრავი კომპრომატი კორუფცია შემდეგ და ეშინია რომ აი იმ დანაღმულ ველზე რომელზეც დადიან დანაღმულზე და ალაგალად პერიოდულად ფეთქდებიან არაფეთქენ და ის ნაღმი არ იყოს ანუ პანდორას ყუთი არ გაიხსნას როგორ მოხდა მაპატიეთ ის რა ქვია ბიზნესუბელიანის რა ამბავი მედიაში და ასე შემდეგ უამრავი სხვა ლევან ყიფიანის ასე რამდენი ასეთი იქნება როგორც კი გუნდის წევრები დარწმუნდებიან საბოლოოდ რომ ეს ადამიანი უკვე პოლიტიკურად აღარ არსებობს
გეუბნებით შეიძლება აი აქ თქვენთან ისეთი ადამიანები მოვიდნენ სტუმრად და ისეთი ამბები მოგიყვნენ. მოყვებიან ეკა, მოყვებიან, გონია არ ვიცი. ხო, ამის ეშინია. და რეალურად ოპოზიციური პარტიის ლიდერების და სამოქალაქო აქტივისტების დევნა ჩემის რწმენით, თუ ესაა ჩემი პოზიცია და მჯერა რომ ასეა. ემსახურება ამავე დროს ბოლტების მოჭერას იმ მექანიზმში, რომელსაც უკვე ყანყალი აქვს ყანყალებს რა რეალურად ქართული ოცნების ეს თითქოს რაღაცა ის ვერტიკალი მყარი ერთდროს არის აბსოლუტურად მოჯანჯღარებული და სწორედ კი გამხნევა გუში ბიზნეს უნდა და გაემხნევებინა ეს ისა და თავისი მეხოთბეები და არ გამოუვიდა არ იმუშავა როგორ ეხლა თქვენ რო იყოთ ბიზნესი წარმოვიდგინეთ ეს ადამიანი რა მე რაც გლაზეს გულენ წყდება გუშინ ხო იცით ეხლა ყოველთვის 8 ჯერ წაიკითხო საინტერესო წიგნი ყოველჯერზე ახლებურად ასე ვთქვათ დაინახავ ბევრ დეტალს, ხო? და ეხლა კი არ ვადარებ საინტერესო წიგნს ბიზნესში, მაგრამ ბიზნესში ზა გუშინდელ ინტერვიუს რო უსმენდი, მივხვდი, რომ ერის ტრაგედია ხახნო, რომ ასეთი მაპატიეთ, მაგრამ ნუ ჩემი პოზიცია ახლა სტუმრად, ასეთი ინტელექტისგან დაცლილი ადამიანი. ასეთი განათლებისგან შორსყოფი ადამიანი, კომპეტენცია, კვალიფიკაცია საერთოდ აღარ ვეხები და ზნეობა და მორალიზება და დაცლილი ადამიანი არის ქვეყნის მმართველი. აი მეშვიდე იმ დღეს გუშინ უსმენდი პოლიტიკოსები და პოლიტიკოსების შვილები იყვნენ ერთ ტელეკომპანიაში სტუდიაში რამდენი ზოგი პირველ კურსელი მეორე კურსელი ბევრად განათლებული და ბევრად კვალიფიციური მსჯელობა აქვს ვიდრე ბიძინა ივანიშვილს ხო გასიზა ეგ თან ეს ადამიანი რობოტის გადაცემაში ხო ემზადება წარმოგიდგენია და სულ ეს არის მისი მარა ეხლა მეგობრულად გეური მე შემეცოდა პირადად რატო იცი მას გონია რომ 12 წელია კიდევ არ არის 12 წელი აღარ გონია ხახნო გუშინ რა ნაცე უნდა ყოველ შემთხვევაში რომ ამერიკელები გამოაცხადა ნაციონალებად გუშინ ამერიკელები გამოაცხადა ნუ თუ ვერ ხდება რომ ის ფართო სპექტრი რომელიც იკრიბება ლეიბორისტული პარტიის ოფისში ამ საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არის აბსოლუტურად ცალკე საკითხის გარშემო მხოლოდ გაერთიანებული და იქ არავინ ასე ვთქვათ არ ერთიანდება საარჩევნოდ, ხო? ეს ძალიან კარგად იცის მან. უბრალოდ არ მოელოდა როგორ ჩანს. დღევანდელი დღის გმირი იყო ნიკა მელია, ელენე ხოშტარია და ლევან ხაბეიშვილი და გუშინდელი დღის ანტიგმირი იყო ბიზინა ივანიშვილი და მე ნანო ყველა გულთხოვდა მე რო ტელევიზორთან ახლა ვიждე ყველა იყო რა ყველა ადამიანი ყველა უმაგრებ ჩვენი ზურგს გულახსოვთ გეუბნებით რა არა იმიტომ რომ მინდა წარმოვიდგინე და ბიცოლონა მართლა ასე არის რა მართალე ნიკოშა რა თავარი მინდა იცოდეს მაყურებლებმა მინდა ბიზინა ივანიშვილის შეუძახო აქედან დემეტრე თავდადებული იყო ესეთი ისტორიული პიროვნება და შეეწირა საქართველოს თავდადებული იყო რატო არის თავგანწირვა ანომალია, რატო არის სისულელე? მე არ მესმით, არ უნდა თქვათ ეს. რაც გულისხმობ გუში რო საუბრობ. გუში ხო, ეს იყო ისე. დემეტრე თავდადებული მართა თავი დადო, იცი საქართველოს და თავგანწირვა ნორმალური რეაქცია. ვინც ვერ უყურა რო უთხრათ რაც გულისხმობთ, მივხვდი ხა მე გუშინ მართ ყოველას მე მომხდა ხო ყურში ანუ აგიჟებს და ბიზნესში ჩვევიო წამოწდება ხოლმე ის სიტყვაც არ უნდა. ხო, ნუ რა და გიჟები არიან რა კონტექსტში თავგანწირვა ეხეთქებიანო კედელსო დავიჭერო 2 დღით 3 დღით გამორენ ისე მივიდიან დგებიან დავიჭერო მე კიდე ციხეში გავუშვი მაინც გამორენ და კითხვას კი არ სვამს რატო აკეთები და რატო არიან ამ დღეში და რატო რამ მიიხანა რამ გაათამამა თავგანწირვა არის ამ ქვეყნის საკეთილდღეო. აი მე მწყდება პოლიცია. იმიტომ რომ მის გუნდში ესეთი ერთი ადამიანიც არ არსებობს ბატონო და. კი, იქნება ოხანაშვილი წავა რა, ბევრ ამაზე წავა. ბევრად კაც შეფასებებს იმსახურებს, პერსონალურ კაც შეფასებებს იმსახურებს. ჩემს გამო თავ შევიკავ, მაგრამ მე მტკივა, მართლა მტკივა, ყველას უნდა ვტკიოდეს, ხო, არ არის ხო რაღაცა სტანდარტები ხო უნდა არსებობდეს, არ შეიძლება ქვეყნის მმართველი იყოს წარმოუდგენად გაუნათლებელი ადამიანი რა. არც ესაა მთავარი. როგორ არ არის მთავარი? ის კი არა ის ჭირდება მაგით ციცერონობა და საუბარი რო არ ეხერხება, ამაში კი არა პრობლემა. ინტელექტით დაცხრილი ადამიანია, ხალხო, როგორ არა თავი. და ასეთი ადამიანი მართვის საჭესტეროზის, აბა რა დაგვემართება, რა დღეში წორს ის დაგვემართება. რა ვიცი ხა, მე სიმართლე რო გითხრა, ტვინი არ უსხდებოდა მჟავანაძე ვასის, მაგრამ პატიოსანი კაცი იყო და კეთილი იყო. და რა არის, არავის არ ახსოვს მაგის ინტელექტი, ქართული აქ ისავლა თბილისში რო ჩამოვიდა.
და რა არის იცი ბოროტება არ რა ჩავდენი ძირითადად სამეურნეო საკითხებით იყო დაკავებული სადაც ბატონი არა მინდა იცი არა რა არის იცი დიკა ახლა გოცხელი ვარ საბჭოთა საქართველოს ცენტრიდან იმართებოდა აი მე ახლა ასაკში ვარ ხო აი სიმძიმეებს ახლა აი 30 კილოს ავწე მაგრამ თქვენ იმდენი წლის ხართ რამდენსაც გრძნობთ ათქვევინე აი სხვათა შორის იქ რო ნახე და ეს ჩემი ჟურნალისტები გამისკდა გული ისე ჩამოდიოდნენ ტალღასავით ეს ისინი ყოფებია თუ რაღაც ჯანდაბა გადავიფარე მაგ ბავშვებს და აი ბაში ვიგზელი რომ ასაკში ვარ მაგრამ მინდა ბიძინა ივანიშვილს უთხრა რა თურქები გადმოვიდნენ იმაზე ლიხზე და გორი უნდა აიღოთ ხდელი იყო იქეთი ასაკოვანი ხდელი იყო მორები დაშალა ხიდი დაშალა ერთმა კაცმა 100 კილოზე ნაკლები არც ერთი აი მორი არ იქნებოდა იქ არა თურქები არ გადმოსულიყვნენ ამ მტკვრის აქეთა მხარეს სხვაჯერ სააკაშვილი იყო გვარა და რა არის იცით ბიძინა არის თავგანწირვა ქართველების ნაციონალური თვისება არის ის ბიჭო არა გუში თქვა ადამიანმა რომ ვიღაცებს ვიჭეროდა ესენი მაინც გამოდიოდა მაინც იგდებიანო გიჟები არიანო ეს არის ახლა ეს კი ბატონო ამ თვალში გიჟები და რეალურად ეს არის თავდადება და თავგანწირვა მაგის თქვა არავის აღარ ეშენია ციხის ეს არ მოუწონა ბიძინა ივანიშვილის დაჭერების და რეპრესიების არ ეშენია იმიტომ რომ ბევრად თავისუფლები არიან იქა ციხეში პოლიტპატიმრები გავილოვის პატიმრები ვიდრე ეს ადამიანები ანდრიო ხანაშვილი უფრო თავისუფალია ძვირფასო მაყურებლებო თუ მაგალითად გავილოვის პატიმრები გულახდელ გეკითხებით ხაბატონი გუგული მაგრაძე უფრო თავისუფალი საქართველოს მოქალაქეა მანამ სანამ ქართული ოცნების დეპუტატია თუ იგივე ირაკლი ოქროაშვილი რომელიც არის აბსოლუტურად უაზრდაჭერილი გუგულის იმის თქვა მაინც აქ რომ გაჩვდება და იმას კომენტარებს არ აკეთებს ესენი მოეფინებიან ეთერებს და იბანძებენ თავს ხან კაიდია სახლის 20 ლარად უნდა ცხოვრობდებსო და ხან ისო და ხან ესო და რა ხო და რა კიდე 2 წელია ჩაგობებულია ისეთი თქვა ერთი ყოფნის ერთი დეკადა ხალბატონო ეს კი მაგრამ ესენი ყოველდღე გამოდიან და სისულელე ახლა აი მერიდება იცი არ არის იცი ახლა ჩემ პროდიუსერი მიბრაზდება მე ნუ ამბობ დიდი ბოდიში რა ნიკა რა ეს თქვენი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს აი მესამეჯერ ვთქო ნუ აკეთებ კომენტარს ქალბატონო ისა კილაძე სირცხვილი იყო თქვენ რა კომენტარიც გააკეთეთ დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ხარ იმის მაგივრად წამეგინეთ ბატონ დავით გუშინ ხო ვიყოთ აკადემიურები და თავხდებით რომ არაფერი გონივრული არ უთქვას გუშინ ხო რბილად ვთქვათ აი ამ არაფერი გონივრული არ უთქვას ივანიშვილს შემდეგ გამოდიან ministrები და ამბობენ რა სიღრმისეული ანალიზი გააკეთაო და რეალურად რა თქვა კაცო რა თქვა რა მიგნება აქ ადამიანს რა მიგნება აქ 20 წელიო კიდევ აქ არ გუშინებო დასაქმება ვერ იქნება საკმარის კიდევ 20 წელიწადიო და აქ ვიღაცები რამდენიმე ასეული ადამიანი უნდა გადავამზადო აი მე კაი რა და საზღვარით გაუშვა მაგრამ აქაც ამბობს თუმცა გარანტირებულად ვერ გეუბნებითო რამხელა სიცოცხლეს ამბობს ჯობია არ თქვა სიცოცხლე მაგრამ უკვე იმ მდგომარეობაშია რომ აყოლებს თუ გარანტირებულად ვერ გეუბნებითო რა აი ამაზე ამბობს ეს მთელი კოჰორტა ქართული ოცნების პოლიტიკოსებისა ხო კოჰორტა ბჭყალებში რა თქმა უნდა რომ სიღრმისეული ანალიზი გააკეთაო ამ ადამიანმა გეუბნებით რომ გუში რო ამდღარიყო აი ეს შუა საუბრის დროს და ამდღარიყო წაეცეკვა დამждარიყო ამდღარიყო წაეცეკვა დღეს გააკეთებდნენ ყველაფერთან ერთად კომენტარებს სიღრმისეული ანალიზთან ერთად არაჩვეულებრივი ისა აქვს თქვია პასტიკა აქვს ბატონ ივანიშვილს ამასაც იტყოდნენ ნუ აბათ რა ქნა გაციოზული მიხრა მოხრა ამასაც იტყოდნენ იკა შენ ახალგაზრდა ხარ ერთ წამს რა ბაბატე რა მე აი ჩემ უნივერსიტეტში მასწავლიდნენ ის ქონდა საკურსოსავით ქონდა უნდა წაგვეკითხა ყველას მალაეზიბლა ბრეჟნევისა და გვარჩევინებდნენ იმაში რა ქვია იმის სემინარების დროს აი ამ იმას შემიძლია ბექა ოდიშარი ვიტყვა აი მაგათ ბექა ოდიშარი არის კლასიკური ნიმუში რომ ეს ხალხი არის დასახსნელი ტყვეობაში არის რა ბიზნესი მაშინ აი მივა თუ შეიძლება მივა ნახე როდესაც ქალბატონი ჯაში მარიამ ჯაში რა ადამიანმა რომელმაც ციხისთვის არ გამწირა და არ მიაჭირა ღილაკი იმიტომ კი არა რომ უბრალოდ მე ვარ და ეგოისტ არა მტკიცებულება არ არსებობდა ხალხთან და რაც დადასტურდა დღეს ხო ეგ ვიღაცებს კიდე ციხეში უვარდებიან სამოქალაქო ტანსაცმელი ჩასრულები და ეუბნებიან ხელი და პოლიტიკოსებს არა მტკიცებულება არ არსებობდა და ეს დაინახა მარიამ ჯაშმა კიდე რამდენიმე რა ყოველ შემთხვევაში არ მინდა ვინმე გამომრჩეს ხო
მარიამ ჯაშისთვის გამარჯობა არ მაქვს რა თქმა უნდა რომ ისე მოხდა რომ ვერც ერთხელ ვერც შევხვდით რომა კაკულია რაც არ უნდა უცნაურ განცხადებას აკეთებდეს ბოლო პერიოდში ხო არ დააჭირა რა ღილაკს ხელი და ვიღაცები არ მოვიდა სულ 4-5 ხო აი ვერავინ ვერ დამაჯერებს ბატონო დათო რომ როდესაც ოცნებაში აღმოჩნდა 5-6 მოქმედი დეპუტატი რომელთანაც არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს მაგრამ პრინციპულობა გამოიჩინეს და ხელი არ მიაჭირეს და პროკურატურის დებას არ დაყრნენ ადამიანს ბექაუდიშარეს რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ ის არის 74 წლიანი, მე ვარ 80 წლიანი, ხო? უფა ასაკიდროზე ერთ უბანში ერთ ხო ვერ დამაჯერებს რომ ბექა ოდიშარიას უნდოდა რომ ხელი მიეჭირა, მაგრამ მოუწია, იმიტომ რომ ბიზნესია და ეს არის, როდესაც პრინციპზე გიწევს უარის თქმა, არ გაგიკვირდეს მერე. არ გაგიკვირდეს, როდესაც შეხვდები და შეთვალშაღუნავ და გკითხავ რას აკეთებ. და კიდევ ეხლა ამ მასკარადში იღებს მონაწილეობას და ღელავს მთელი ქვეყანა და ვითომც არაფერი მიდის მოდის არ არის ეს ნორმალური გას ამ ქვეყანაში ყველამ უნდა ვიცხოვროთ მაგრამ არ არის თქვენი საქმე ის სადაც ახართ იქ არ არის და ცუდად დაგითავდებათ უბრალოდ არ წაგიყვათ ბიძინა ივანიშვილი თან არ მოგხედავთ თან ეს მიტაცებული ქონება ეს კორუმპირებული სქემები ყველაფერი გაიშიფრება და ნამდვილად აიხდება ფარდა ყველაფერს და მე სად მიდიხართ ხახდო მე სად მიდიხართ? სამჟავროზე გამოვა, ყველა იხილავს ამას მთელი საზოგადოება. და როგორც დღეს იყავით თავჩაღუნულები სიცხვისაგან და მორალურად გამტყდები, ხო? ისევე იქნებით კიდევ უფრო უარესად. ამათ რის იმედი აქვს, იცი? კობახიძის ნარი რეგვენი გამოჩნდება კიდევ ვინმე და მაშინ მილევად რეჟიმში აქვს აკეთებდნენ და დაქოქილი თოჯინა, არ ვიცი, საერთოდ აი ადამ ისე არის რომ ადამიანის მოდგმის დაშიერები არა რაღაცა გონია რომ მართლა ის არის რა დავადოვე აპელსინა არა ერთი და იგი არ მოგეზდა მაინც ლექსიკა მაინც შეცვალოს მილევად რეჟიმშია ნაციონალური მოძრაობა ყველა ნაციონალურ მოძრაობას ამერიკელებს ეს ნაციონალურ მოძრაობა დაუძახეს და თუმცა რა ხაბადონ ბურჯანაძეს ნაციონალურ მოძრაობას დაუძახეს გამოვიდენი ეს რა ქვია დასანახავად ვერ ვიტანს და სხვა იდეოლოგია ისენი ვართ რა ქვია პოპულიზმზე ვართ საერთოდ ხო უბრალოდ ამ ცინიზმა და ამ საუკუნის წყვილმა გაერთიანა ამ საკითხის გარშემო ყველა და შევთანხმდით და ეს კულტურა შეიძინა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა ყველა პარტიამ რომ დავსხედდით საერთო მაგიდასთან და თქვით რომ ვერ ვიტანთ არ ვრიგდებით უბრალოდ მოვრიგდეთ რომ იყოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა და მერე კვლავ გავაგრძელოთ ის რასაც ვაკეთებდით ხო და კარგი მოხდა იმიტომ მინიმუმ ასე ცხარე დაპირისპირებაში აღარ შევოთ ერთმანეთთან და გავურთხილდებით ხო და ეხლა როგორ გინდა შენ ეხლა მონათლო ქალბატონი ბურჯაძე ნაციონალურად ანიკი ელისაშვილი არა ვიცი ყველა ვინც კი არიან რომელიც ჩამოთვალ არ მუშაობს კი ბატონო თქვით ყველაფერს ვიტყვი რომ ეხლა ხედა აი ეხლა 2 წუთის წინ დავინახე როგორ ეწოდით ანაშას ეხლა ენა ძვალი არა ხო დამიჯერებს ხალხი არა ყველაფერს მაგრამ არ დავიდა ადამიანებს ასევე არავინ აღარ უჯერებს ამათ არ უჯერებენ ჯადებას მაგათა მე სხვადასხვა აი საუბარი ხო მიმდინარეობს რომ ვიცით რაღაც მომხრე არა ვარ კატეგორიულად პირიქით გმობ რომ ამ ფაზაში რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკური ანუ იდეოლოგიები გვერდით უნდა გადავდოთ რა საგარეო პოლიტიკური კურსის თაყვანისება ასეთის ისეთ ეს გვერდით გადავდოთ საარჩევნო სისტემა სამართლიანი თორე ამის შემდეგ შეგვეჭირებოდა მე ყველაფერს გავაკეთებ რომ ქალბატონმა ბურჯანაძემ ნაკლები ხმა აიღოს თავმოყრა პარტიისთვის აი ყველაფერი არ გააკეთებს ის ყველაფერს გააკეთებს რომ ჩვენ ნაკლები ავიღოთ და ელისაშვილი კიდე თავისას გააკეთებს რომ ასე გამიგეთ მაგრამ სამართლიანი სისტემით როდესაც აირჩევა ის წარმომადგენლობა იქნება რა განწყობებისა საზოგადოებაში და ეხლა პრორუსულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი რომ არსებობს რა არ ვიცით რა მოხდა მე ხო ამიტომ ნორმალური ამბავია და იმათაც ეყოლება ვიღაცა წამოდგეთ ჩემი ამოცანა უნდა იყოს რომ ნაკლები ყავდეს იმათი პირიქით ის იმათი ამოცანა პირიქით იქნება რომ აბა ეხლა ჩვენ დემოკრატიულ იმაზე სახელმწიფოს ვაშენებ არის ასეთი ხალხი ამ ქვეყანაში და იქნება ყავს იქნება ხო ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ განზე და კობახიძე მილაპარაკოს ზაღლი ყებს განავანი მიდის კობახიძე მაგრამ აქ თავი ჩას კობახიძე საუბროს ივანიშვილი საუბროს იქადნებიან იმუქრებიან მაგრამ პარლამენტში ვერ შედიან ეხლა პარლამენტში შესვლა არის გეუბნები ეს შესვლა არის ხდომა ჩავატარეთ რაღაცა ორ დროს
იმას დაჭერობანა როა და იმასკენ დაასტოკებენ და გამოვარდებიან. შენ ახლა არ გეწყინოს, ნიკა, არაფერი არ მეწყინება. მე მართაგევრები სიამონებს რომ შენ არიყავი ძველ ნაც მოძრაობაში და ისე კარგად მახსოვს არა მინდა ეს ისტორიისთვის, ჯორიკანა ისტორიისთვის და კადრები მაქვს რა ის აუცილებლად არის ის ჩიტაძეს დაწყევლილი ქუჩა. აი მიშას პარლამენტში ბოიკოტს უცხადებდნენ ზუსტად იგივე გააკეთა მაშინ ოპოზიცია. ზუსტად იგივე და ერთი დეპუტატი დაეზარა იქ ჯდომა და რო გამოვიდა გაეკიდნენ სტუდენტები იყვნენ მაშინაც და იმან წყლიანი ის ესროლეს რა ბუშტი და შეესხა და იცი მაინც არ გაჩერდა და გაიქცა. აი მაშინ ვფიქრობდი დამთავრებულია ეს პარლამენტი მეთქი და სხვათა შორის საშინელება იყო ეს ბაქრაძე მანქანით გარბოდა და ალყაში მოაქცია ახალგაზრდა. არა უნდა იცოდნენ ეს ამუბედურებმა რომ იციან ისტორიაში მეორდება ესა და ბატონო დავით იციან. ნიკა იციან არ უყადრიათ იცი მასალე ნიკა ვაზესირაძემ რაკრას გაჩერდეს რო გაჩერდეს არა ხო უბრალოდ ისე დანაშაულის პირას შევიდა კი ამიერიდან მხოლოდ უფრო მეტ დანაშაულს დამთავრები ნეთოზმა ხარა აი ეს ქისა ხობები ხირკინის არ გაუკეთებიათ ნიშა ბაგრა და ქუთაისში გადაიტანა პარლამენტი წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ხელისუფლება შეყავდა ქართულს რომ შეყავდა არ უყვებიან რა იყო და რა მოწონდა და რა მოწონდა რა მოიხარ ეს დეპუტატები რო შედიოდნენ დღეს რა ქვია 10-მდე დეპუტატი ყოფილნაც რომ ნიკა ეცავს საერთოდ ცოტა ხანს დამიცადე ერთი რაღაცა მინდა გითხრათ ხალხო აი არა დაიცადე ეცავს ხალხო აი ძალიან უცნაური რაღაცაა იცით მე კიდევ ერთხელ გიფიქსირებ უყველას და განსაკუთრებით კი თუ გინდა იმ სირაზე ვაჟაქვია ხო მაგი მე ისა მეგრული იცი სოხუმელი ყოფილა მე როგორც სოხუმელი ყოფილა კი ვიცი და აი ეს აი არა იცი რა არის EDP მოაწყო 91 წლის 2 სექტემბერს 30 კაციანი აქცია კინოსახლთან აი მაშინ ვინ ურჩია ზვერდგამსახურდიას რომ სპეცნაზით აელახათ ისერი არ შეიძლება როდიონოვის შემდეგ ვინც კი ძალა იხმარა ახალგაზრდების წინა ყველამ წავ იგივე საკეთებდა სევარნაძეს იგივე საკეთებდა მიშას იგივე საკეთებს ბიძინას და არ არის რა ეს არალოგიკური არის არამართებული არის იცით რატო არის ბოდიში და რეჟიმელია ხო კი ბატონო კი ბუნკერში რატო ყავს დამალული სპეცნაზელები რატო არიან მორალურად გატეხილები რატო არიან მიწახვრები იმიტომ რომ იციან ბატონო დავით რომ ძალიან ცუდი და მძიმე შეცდომა დაუშვეს. ოჩი რაც ამათი გააკეთეს დიდი ბოდიში რა. საერთოდ ეს სტატისტიკა არსებობს. აი 5 წელი უნდა რეაბილიტაცია მოახდინოს პოლიციამ, რომ ზიზღი დააჩაუქრეს ხალხს. ამათ გონიათ. არა ნიკა რა არის, ერწავს რა, რო იცოდე რა. შეგეგენი მარტო არ გინაღე, ისე კარგად გალახავე ხალხს. საშინელება გააკეთა პოლიციამ 20-ში, ნო აი ესე რომ ეს როდენის ვიღაცა ბიჭი ხელებაწეული და შუბში რომ მოარტყეს, ჯალათები ხართ. დაწყევლილები იქნებით ყველა ვინც მაშინ ადამიანებს ესროდიდა. ნუ გონიათ რომ ესე აღილა დამთავრდება ეს ყველა. ნიკა ბრილად რო ვთქვა ესეც წაუგია ხო? მე არ ვიცი ხალხის მოთმინებას სთის და თან ამბობენ რომ იცით რა ნუ რა ვიქო 2 3 5 ხან 7 ხან 8 ხან აკეთებს სულელები არიან მაგრამ არ არიან სულელები ძალიან კარგად იციან არ ყოფილა არა ვაღიარებ ბოლო 7 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არც ერთი აქცია მსგავსი ეს ყება აქციების და ამას გულისხმობ ერთ აქცია 20 ივნისის მოყოლებული რომელიც ხარდაჭერილი არის ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან ხარდაჭერილი სოლიდარული ეს იციან ამათო და ამიტომაც აკეთებენ სიგიჟეზე ამიტომაც აკეთებენ ახლა კარგით რა ხალხო შეცდომებია ამდე საშიშ შეცდომებს უშვებენ საშიშ სანდრო გირგლიანის იმ უბედურებაზე და მიმკვლელობაზე ხო რაც მოხდა რა დღესაც ერთი პოლიტიკოსი საუბრობდა ეთერში და სწორი თქვენ ნამდვილად 200-300 ადამიანიო თუ შევიკრიბებოდით როდესაც ვაპროტესტებდით მიყაროდა ბაჭეს მე ვიყავ 200-300 ადამიანი მაგრამ რა მოხდა ბოლოს ასეულ ათასობით ეს ჩემო ბატონო ფაზებია და აგა ერთ კვირაში აი ერთ კვირაში შეიძლება ისეთი რაღაცა მოხდეს ერთ კვირაში ხელისუფლებაში კი არა ქვეყანაში აღარ იყოთ მე ახლა ის მართლა გეუბნებით რა იმიტომ რომ თხელ ყინულზე დადიხარ და დანაღმულ ველზე დადიხარ და აღარც გახსოვთ თქვენივე დანაღმული ველი სად არის როგორ არის სად დევს ნაღმი სად არ დევს ნაღმი გეუბნებით არ გამოვრიცხოთ რომ ვიღაცა თქვენსგან გამოვიდეს ერთი ადამიანი და ისეთი რაღაცა მოყვეს
რომ გაასწრებთ ერთმანეთს, რა ვიცი, მე მგონი ვერ გაასწრებს, ის კი გაასწრებს. აი, ყველა მტრად გამოცხადა, რა პარტია არ დატოვა. სამოქალაქო სექტორში არავინ არ დატოვა, NGO-ში, ეხა ამერიკელებს გადაწყდა. კონგრესო და მივწერო, კონგრესო. აი, თავი მოგვეჭრება გაჩერდი, სირცხვილია, მაგრამ აღარ გაიმეორებს ალბათ. ნიკოშ, არ გაიმეორებს და დაწყვეტილად არ მიწევს. არ მიწევს. თავი მოგვეჭრება საქართველოს გაჩერდი. ამაზე მეტად რა უნდა ნიკოშ, მართა მაინტერესებს ამიკო. ის იდიოტური ბორკილები კიდე იკეთია, ხო? აი აქ არის. აი, მე არ ვიცი, აი მოსამართის თავში ჩამახედა, ნუ ნახერხის მეც ალბათ ვერ ნახავ. რა ეს როგორ შეიძლება და მე აი დაჟინებით მოუწოდებ იმას. არ ვიცი, ვისი ბრძანებით შეიძლება ეს რომ გადააგდონ. სირცხვილია ხალხო, მოქმედი ისა პარლამენტარი. თან პარტიის შევეჩვიეთ ერთმანეთის გარეშე აღარ ვარგევათ უკვე. აი ბიჭო 10 კილოთი მოიმატე 12 ლეგენდები დადი შენზე. ეს წამების ფორმა არის, იცით? აი წამების ფორმა ესა და ეს დაამთავრეთ, აი მე დაჟინებით. ეხლა როგორც არასოდეს ბატონო დავით, ჭარბი წონა არის სასარგებლო პოლიტიკურ თვალსაზრისით, პიკეტირებაში არის ძალიან მონგებიანი. კი, გასაგებია, მაგრამ ნიკა ფორმაში ვიყავ ოპერაში წავა. შეიძლება ვერ დადიხარ თავისუფლად, როგორ შეიძლება ეს აი რომელმა იდიოტმა მოიფიქრა ეს უნდა გამოიძიო, იცი? არ არის ბატონო, იმდენი ეს არის ყველაზე ნაკლები პრობლემა. აი მე ნიკაში. აი არ ვაწუხებს პირდაპირ გეუბნებით რა. შენ ახლა მოეტყობა ეს კი არა, იმდენად არ ვაწუხებს რა ამხრივ ვამბობ, არ ვაწუხებს იმ ყველაფრის ფონზე რაც ხდება, მართლა არ მაწუხებს. ეხლა ხალხი არაფერს რის გამოყავთ 12-13 პატიმრობაში. ეხლა ირაკლი ნადირაძე მაგალითად ჩვენი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ხო, არაფრის გამო 4 შვილის მამა, ელგუჯა ბაგრატიონი ასევე, ხო? და ბევრი კიდე არ მინდა მე გამოვიდეს, ნაწილი გამოვიდა და იქ საერთოდ ხა 20 ივნისის შემდეგ ვინც დააკავეს, გუშინ ხა ხო უსმინეთ რა თქვა ბუდაღაშვილმა ეს. ეს იყო ადამიანი, ეს ახეთ რა მოხდა, მე სიღრმისეულ როგორც ამბობს ბიზნესში, სიღრმისეულ ანალიზ ვესტები. აი და არა რაღაც თავი ცოდვა. ცოდო ბატონო დავით, თქვენ ხართ მე ვარ და აი თქვენი ძვირფასი ოპერატორი ახლა. ჩვენ წინა ვარ, ჩვენ ხვდებით რა დღეში არის და თვითონ ვერ ხვდება რა დღეში არის. მოკეთ ეს ბატონი გუშინდელი დაკავებული, რომელიც საუბრობდა სასამართლო პროცესზე. რომ აიძულებენ, რომ ხელი დავადო. ეს ადამიანი მე დამამახსოვრდა რამდენიმე ჭახი განცხადებით ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ, როდესაც იგი დააკავეს სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას და მან გააპროტესტა როგორც ქართული ოცნება, ასევე ნაციონალური მოძრაობა და თქვა, რომ ჩემთვის ისე მიუღებელია ქართული ოცნება, როგორც ნაციონალური მოძრაობა. მახსოვს ეს რა ნაშკარად. აი რა არის ახსნას ვცდილობ ახლა. ამათ მეტყობა ჩათვალეს ეს ადამიანი. ხო, ნახე რა ჩვენია და მოდი და ბზარი აქვს და ღრიჭოდ ვაქციო ბზარი და მე გავხეთქოთო. ხო, ეს სქემა. აწუნებული რა შეიძლება, იმიტომ რომ ახლა ამათ ანატომიას ფაქტობრივად უკვე მარტივისლებია რა. და ადამიანს ეყო ღირსება აბა ვაშკაცო და არ გაცვალა თავისუფლება უღრის საქციელში და ძალიან დასაფასებელი და იმედია ძალიან მალე ერთმანეთს გავიცნობთ და ყველაფერი ცუდი უკან მოგრჩება და თქვა რა ვინც არ დაყვა ამ შანტაჟსო რაღაც გარკვეულ პერიოდი დაუგრძელეს ოჯახთან დაკავშირებას ტელეფონით და ასე შემდეგ მე ძმას დაუჭირეს თუნდაც ხო დედამისის კომენტარს მოვისმინეთ ხო საწვალის ქალი ნუ ახეთ რა ეს მორჩა რა 100 ჯება რა თქვა მაგრამ თქვენ ეთერში გამეორებ რობოკოპების ამარა სპეცსაზელების ამარა სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული სუსის მუშაკების ამარა ყოფილი პირადი ცვლილები ამჟამინდელი მინისტრების ამარა მორჩა გათავდა არანაირი პოლიტიკური ხარდაჭერა არც ქვეყნში არც ქვეყნის გარეთ არც ელექტორალური საკმარისი რომ რაიმე სახით თეორიული შანსი მაძლევს შეინარჩუნოს და ვის ამარადაც არის როცა ჩამოთვალე ევროპαϊκები და შემდეგ დიდ ნაწილს ისევე არ უნდა ბიზნესში როგორც ჩვენ თქვენ გონიათ სახეზე ხო ვატყობთ ახლა ხო ვატყობთ ახლა იქ რომ დგავართ რაკნან იმ რიგითებმაც რაკნან ახლა ზოგი წესიერად დგას და იქცევა მართლა სანიმუშო ნუ დგას და ცდილობს რომ არც უხეში იყოს და არაფერ დგას იმიტომ ხელფასია ოჯახი ყავს და ეუნებია გაათენე ათენებს რაკნას მაგრამ აი საშუალო რანგის პოლიციის უფროსები და დეპარტამენტის უფროსები სამართლის უფროსები არიან უკიდურესად აგრესიულები და ეს განპირობებულია იმით რომ არიან დაფინანსებით ბიზინა ივანიშვილის მხრიდან ცალკე წყაროთი. რიგითებში ხო იყვნენ ესენი ავები. 2-3000 აზრევე ყოველ. არა, მე თქვენ ამბობთ საბიუჯეტო დაფინანსებას და მე გულისხმობ ვერდიდან რომ კონვერტით აძლევენ ამ დეპარტამენტს რომ იყვნენ ავები. ყველაზე ავი ხალხი ვინც კი არის პოლიციაში, აი რესპუბლიკის მასშტაბზე მოყავთ იქ და კონცენტრირებული არიან ერთ რადიუსში და ყველას ვწნობთ.
ყველას ვცნობთ. ხო, იმიტომ რომ უხდია ბატონო ჩემო, უხდია ამ თქვენ რა გონიათ ვაჟა სირაძე ამ სისულელებს აკეთებს იმ რაღაც 2000 ლარის გამო? ხათ ფერი არ არის სახეზე ველაპარაკებთ დღეს. ეხება მაგალ 8000 ხელფასი ეხება. ესე იგი, სადაც ვაჟა სირაძე დგება, ყველა სამოქალაქო აქტივისტი იწყებს ვაჟა სირაძე ეუნებიან მოდი ლიმონად ანუ წყლის ჭაუზე რა განცხადება გააკეთა. ანუ დაცინია, რისი თქვა მოდი. დაცინია და ეს ადამიანი მცირდება საკუთარი ცუდი სიტყვა მაგრამ ქვეშევრდომობის თანდასწრებით. მცირდება, არ უნდა თქვას, მცირდება, გესმით? თელ აი ინგოროყოს ქუჩაზე ჩიტაძეს ქუჩაზე, სუხასაბას ქუჩაზე, აქტივისტების კანდიდატები ყიჟინებდნენ ვაჟა, შეშა, ვაჟა, წამოიდგინე და ეგ ვეღარ უფროსობს იმ ადამიანებთან, გამიგე. რა გააკეთე, რატო თქვა, ის რაც თქვა. არისო, ხა არ გამოუყენებიათ. ხო და იცით რატო თქვა ეს? გეტივნებით ახლა რაზე. მაინტერესებს რატო თქვა. ინგოროყოს ქუჩაზე ეს ბატონი იჯდა ერთ-ერთ ავტომანქანაში და უყურებდა ერთ-ერთი არხის პირდაპირ ჩართვას ჩიტაძის ქუჩიდან, როგორ წმენდა ჩიტაძის ქუჩას. პარალელურად პარლამენტის უკანა მხარეს, სადაც ჭავლი მუშაობდა, იქ კამერა არ მუშაობდა იმ წუთებში და პირდაპირ ეთერში არც ერთი არხი არ გადასცემდა. და ნიჭიერმა და გონიერმა და საზრიანმა ადამიანმა რესპუბლიკის საპატრულის უფროსმა არ იცოდა რომ ჩიტაძის გარდა უკან სადაც ყველაზე მეტი ხალხი იდგა. 1000-მდე ადამიანი. ესე იგი, აბა არ ჭავლი მუშაობდა. დიკა, მაშინ არ მოუტყულებია მაშინ. უარესია, ბატონო დავით, ასე რო არის ეს ის ხო არ არის? დიკა. რა ქვია? გინეკოლოგიური განყოფილების გეთახმები. მე არ გინეკოლოგი ხო არა? ზორცოტე მოვიდა, მაგრამ. თქვენ არ უნდა გწოდოთ, მას არ უნდა. ყუილი არ უთქვია, მე მეგონა რომ ყუილი თქვა და ისევე. არა, ანუ ჩვენც ესე გეკონდა, მაგრამ ეს კიდევ უფროსი მძიმეა. როდესაც პოლიციის უფროსმა, რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა ინგოროყოს ქუჩაზე ჟდარმა მანქანაში არ იცოდა რომ წყლის ჭავლით ყინვაში არბებდნენ ხალხს. აი ერთი ვინ იცოდა აბა? ვიცი მანქანაში იჯდა ერთ იმის თავში ჩამახედა ძვალი მოტეხეს კაცს. იდიოტია ვიღაცა და და დღეს ფათაშორის ერთ-ერთი ვიცი რომ ტელევიზია წავიდა ბორჯომში საინფორმაციო გამოშვებაში იქნება. აღმოჩნდა რომ 2 დღის წინ, როდესაც დაშალეს ეს აქცია, ერთ-ერთმა სპეცსაზღვევმა კასტეტით, ეგრეთ წოდებული კასტეტით, გაუხეთქა შუბლით და თვალწები 18 ნაკერია და სახეზე და ეს გავიგეთ. ერთ-ერთი დემონსტრანტს და დღეს იქნება ტელევიზია. რატო დაარტყა? ჯანდაბას მაგათაც რატო დაარტყა? ხაჩა ის მანიაკების ბევრი არის. ართ არის კი არა. დღეს რას მეუბნებოდი ამ ვაჟა სირაძეს და სხვებს იქ რა ქვია გაბგენძილ პოლიცისტთა სხვათა შორის აი ძალიან ცუდად გამოიყურებიან. აი ეს მაღალ ჩინოსები ძალიან ძიმე საყურებელი არის და ვეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებსაც სამართლიანი პროტესტი ჰქონდა, როდესაც ხედავდნენ აი მორჩი ან მოსამართლეს, ან პოლიციის უფროსს. აი საშინელი ამას საშინელი ვეთანხმება. ნიაგურის ქუჩა ხო ვიცი პატარა. ვიცი, ერთი მეწოა. იქვე არის, იმ ქუჩიდან გაიტაცეს ის მუხტალი. და ორმა პოლიციელმა ტომარა ჩამოუწვა თავზე, ხო? ვიცი. წითელხიძე წაიყვანეს ისე რომ 100 კამერა სატოტალო იყო მაგდროს გამორთული. ნუ სახელმწიფომ ჩაატარა სპეცოპერაცია. მაშინ სად იყავით მეთქი? სად? ბიჭო, მაშინ სად იყავით? სად იყავით? რა უნდა თქვა და არაფერი სათქმელი არაა. მეკითხი ბაგი რატო მოხდა მასე? ბაქოდან დაემოქმნენ, იქ ჩავკლავთო და ჯობია აქეთ გადმოგვიყვანეთო. ეგეც საზღვრობა ნიკათ რომ ისრულდება. ხო და ვერ რატო უნდა მქონდეს მე ვაჟა სირაძეს იმედი? აი ახლა სირაძე ბავშვია. არა, გომელაურის მით უმეტეს ვინ შინაგან საქმეთა მინისტრია გომელაური? მე ვთქვი კახალაძე არა ამაზე მაქვს მე გართულება. მე მგონია რომ რაიმეს რაღაცა სტანდარტი მაღალი თანამდებობაზე დასანიშნეთ დანიშნავი უნდა არსებობდეს და აკმაყოფილებდეს ადამიანს. ახლა ბიზნეს აქ ერთს და გომელაური შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი მეზობელი კარის. რო დაგაკდება ქინძი შემოგაწვდის. ან პირიქით გაუყობით, თამადა იყოს, ბავშვის კაინათლე იყო, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანი ვერ მეტყველებს, ახლა იმიტომ კი არა, სუდი პირის არა, განათლება არა, ბატონო დავით. ისევე როგორც იკა აქ ახლა აკიდეთ ანებეთ მე მაგას შინაგან საქმეთა მინისტრია ბიჭო ახლა როგორიც ბიჭო იმის წინა მინისტრები ხო ვარსკვლავებს იბატონო ხო და რატო გავდა მე იმ ჭიკაიძე ღარიბაშვილს იმიტომ რომ მე ნახე რა ხდება ღარიბაშვილი იყო ისეთი როგორც იყო ის თავიზე მეტად კომპეტენტურ ადამიანს
არც მოადგილე და არც მინისტრთა კაბინეტში მინისტრებად არ ნიშნავდა და ბიზნეს უნდა რა ეგეთი ყავდეს. კი ბატონო, ეხლა გომელაური არის ისეთი როგორიც არის პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე, თუმცა გონია რომ ბევრად მკვეთრ და ცხარე პერსონალურ შეფასებას იმსახურებს ჩემსგან, მაგრამ არ შეიძლება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ელემენტარული საშუალო განათლების მაინც არ იყოს. არ შეიძლება მომკალეთ, რაც გინდათ გამეკეთე, არ შეიძლება. დანაშაულია. ბიჭო, პარლამენტის თავმჯდომარე იდიოტი ყავდა და იგივე არის, ხო და იგივე არის, ხო? ჩობია, იცი განათლებელი იყოს, ვიდრე კრეტინი და იდიოტი იყოს. სხვაჩვენს მე მაგას ვიცნობ შევარდნაძის დაცვაში იყო და მაშინ მისაუბრია მასთანა და არ არის ცუდი ის ადამიანი. ცუდი ადამიანი შეიძლება და ახალი წელი რომ მოგიდოცოთ. კარგია და კარგი მეზობელი იყოს და არ ვიცი, მე შეიძლება ვიღაცა მისი ბავშვი და მისი მეგობრის ბავშვი ფეხბურთზე დადიოდნენ, ახლა ერთად ზესუზილას ჭამდნენ, იუმორი ქონდეს კარგი. არ ვიცი, ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მინისტრი ჩემი უსაფრთხოებაზე რატომ უნდა იყოს პასუხისმგებელი ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა ვერაფერში. შეუულებრივი არის დაწექი ისროლე, სპეცნაზე ადექი, დაიმალე, ჩახტი ახტი. ეს არის პოლიტიკური თანამდებობა არის, ბატონო დავით. პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. ერთადერთ თანამდებობის კაცი ყავს საქართველოს ბიძინა ივანიშვილი. დაანჩენები არის. ეს არის შვედი. არა, ამისი ადვოკატებიდან და ნიკო აი მე ნიკას ჩამონათვალში მოვიყვანე მაგალითი ერთ-ერთი ისე სირაძეო, რა სირაძეო და გომელაური უარი. ჩვენში დარჩეს ის უფრო დიდი გომელაური არის ფინანსთა მინისტრი. როცა ესა რატო გაქო აქცენტი გაკეთებული გაუნათლებობაზე და არაინტელექტუალურობაზე, იმიტომ გეუბნებით, როდესაც თავი არის გაუნათლებელი და არაინტელექტუალი, ხო? შესაბამისად, მის ქვევით კიდე მათზე უარესია. ეს თელ საქართველოში უკვე მასობრივია ეს ამბავი, ნიკა. საშინეს არაკომპეტენციის პარადია საქართველოში. ნიკა, მართა გეუბნები, გულწრფელად გეუბნებით. დღეს ქართულმა იდეა მოიგო. დღეს აი მე ვფიქრობ, რომ აი შენი აქტიურობით, ხოშტარიასი, ხაბეიშვილის და ბევრი ახალგაზრდების არა მათქმევინე რა. ეხლა წარმოგიდგენთ 9 საათი ადრე. შემეშვი. კარგი და ამხელა რეკლამა უნდა გავუწევთ. არა დრო არა ვამთავრებთ ეთერ. 9 საათზე დილით რომ მოდის ადამიანი, რამდენად გაბრაზებულია, რამდენად გულანთებულია დილით 9 საათზე ზოგ საძინებლიდან სამზარეულოში გასვლა ეზარება, რომ სოსისი მოიხაშოს და ჭამოს და ესენი მოდიან აქციაზე, პიკეტირებაზე, რომ არ შეუშვა გალბატონი გუგული მაგრაძე. გალაღებული ხალხი იყავით თქვენ და დაჩხორებულები იყვნენ ისინი. მოგებული გაქვთ დღევანდელი ომი. და დღეს საქართველოში მე მიამაყა, იცი რომ ქართველი ვარ და აი ემდენი ხალხი ახალგაზრდობაა, ბიჭო, იქ თავარი გენერატორი და ეს ბევრი ერთმანეთს ეჯიბრებიან ახალგაზრდები. თავგანწირვაში. სირცხვილია, შეცვალე, გაცდა კიდე, გაბედე. ნიკა, თავგანწირვას უხსენებ იძინას. აი ეს ბიჭები დაამთავრებენ ამას ყველაფერს და ეს ბიჭები ქვეყნის მომავალი. დაჭერები არავის არ ეშინიან, დაჭერები ის ეშინია პატივია. მართაკა ეს სხვა თაობა მოდის რა და მოდი რა, ნიკა, აი მე ვთვლი რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და აი ის არა, აი ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და მინდა შენს ფრთხილად იყო. მინდა რომ აი დამთავრდეს ეს იდიოტობა, ну აი ყველაზე კარგი იქნება რომ აი რიგარეში არჩევნებზე წავიდეს. თვითდაშლა მოახდინოს ამ. ხო, ეხლა რა საბოლოო. ნიკა აღარ შევა დრო, გამონებეთ თავი კაცო, მე ილაპარაკე, სხვა არზე ილაპარაკე, მაგრამ მე მოუწოდებ ამ სამშობლო პარლამენტს. თვითდაშლაზე წადით. დამიჯერეთ რა, აი ბიოგრაფიებსაც გადაერჩეთ, ცოლშვიდსაც გადაარჩეთ და ყველაფერს და გავიდეთ თებერვალში მარში არჩევნებზე. რა მესიჯია? კეთო, ოპოზიციაო ხო კვლევებშიო დაწინაურებულიაო და ბევრად მეტი გაქვთ ვიდრე ჩვენო და აბა ისი გეშინიათ, იმას კი არ ამბობენ რომ ისეთი სისტემა გაქვთ რომ 27%-ს რო იღე. არის. გამოგდის ის 47 დაიღე და 80-ზე დაიწერა. აი, გადავიდნენ რა. მაგრამ რაც არის სისტემით იყოს. მაინც აგები და მაგრა და ამას ოჭყვა გქონდეს. პირველ რიგში შერეული სისტემა ბიზნესში უნდა წოდეს, იმიტომ რომ დაწუნებული ვარ ასეთ უგერძო და საკონსტიტუციო უმრავლესობით მოვა. აი მე ნიკა 3-4 დღეში ხვეწნას დაგიწყებენ. აი ჩემი დაიჭერე რა, ესეთი 3-4-5 დღის შემდეგ თვითონ მე როგორც ის გეხვეწებია რომ დავжди დავილაპარაკოთო და თვითონ წავლენ აი ყველაზე დამამცირებელი იმაზეც კი წავლენ ოღონდ გადარჩნენ და ისქენით რა გადადეკით სულ ყველანი. აი მე გირჩევთ რომ თვითდაშლაზე გადით რომ სხერფიც ავიცილო თავიდან და კოშმარებიც ავიცილო და მადლობა ნიკა შენ ჩემი სტუმარი. მადლობა და არ მინდა მადლობა კაცო ნიკა მე მოგიწოდებთ რომ საღადა ფრთხილად იყო და აი პიკეტირების სხვას არ მოითმინეთ ის სიტლანკეთ სივირეს და ის იდიოტობების და მოუწოდებ ამე. მე ეს ასე ხდება. არა კაცო თქვენ უშესტომოდ გაიარეთ ელენე ხოშტარიას სვისტოკებით როგორ დამარხა ის ორი ლეში რომ მიდიოდა იქ ანუ მაგარია ეს გოგო და
მოგიწოდებ შინაგან საქმე და მინის კიდევ ერთხელ და დაამიჯერეთ ისტორია შევხვათ ღამე თუ დარჩნენ ესენი დაუყენეთ 2 ავტობუსი იმდენი ავტობუსებია ჩამოყვანილი დაუტოვეთ ის ავტობუსები გათბობითა რომ ადამიანურად ცივილიზებულად დასრულდეს ეს ყველაფერი ნუ ვჭამთ ერთმანეთს თორემ მე ისე კარგად მახსოვს გაგახსენებთ რა ახლა აი საშინელებები ხდებოდა ზვიად გამსახურდია რომ ჩამოაგდეს მაშინ ვიღაცები დაიჭერეს მაცალე ნიკოშა აღარ რჩება ხო აი მინდა რომ ეს იცოდეს მინისტრმას და სირაძემას თუ ჩიტაძემას და ბევრმა სხვამაც სემდნენ იქ ზვიადისტების იმას დეპუტატებს პადუალში იმის აკადემიის საშინელება იყო ისე გავბრაზდით ყველანი რომ რა ვიცი მე აილახება ძალიან ბევრი და თავს ნუ გაწირავთ რა აი მაგრა გაილახებიან დეპუტატებს სემდნენ იქ სხვათა შორის და მე არ გირჩევთ რა ამ ფინანსსა და გადით რა ცივილიზებულ ესე თქვა და იმაზე რა ქვია ზავზე მადლობთ ნიკა რომ გვესტუმრეთ